თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 26 პირი დააკავეს. რამდენიმე თვიანი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები ფინანსური დავების მოგვარების მიზნით ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ, რომლებიც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარეებთან ფიზიკურ ანგარიშ სწორებას ავალებდნენ და ამ გზით მათთვის სასურველი თანხის გადახდას აიძულებდნენ. Ოცდაექვსი დაკავებულიდან 3 კანონიერი ქურდია, 4 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებულების სახით კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლის საშუალებითაც დაკავებულების საზღვარგარეთ მყოფ ქურდებს უკავშირდებოდნენ. სპეცოპერაციის შედეგად ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალებებიც. პოლიცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რისის საშუალებითაც ეს ადამიანები უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს შორის არსებული დაპირისპირების ნიადაგზე მხარეებმა დაგეგმეს და მოაწყეს ეგრეთ წოდებული ქურდული შეკრება, რომელზეც მათ მიერ მართულ პირებს დაპირისპირებულ მხარესთან ფიზიკური ანგარიშწორება დაავალეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის ქურდული გარჩევის გზით გადაწყვეტის მიზნით მოდავე მხარეებმა ქურდული სამყაროს წევრებს და კანონიერ ქურდებს მიმართეს, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში და შემდეგ საქართველოში ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერების მეშვეობით არაერთი ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ მხარეს თანხის გადახდა მოთხოვეს. კანონიერი ქურდებისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს ტრადიციების მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. დაცვის მხარე საქმეში არსებულ არასაკმარის სამხილებსა და მტკიცებულებებზე საუბრობს. ისეთი სამხილი არ არსებობს საქმეში, რომელიც უდაოდ დაადასტურებდა ყოჩა აბზიანიძის მონაწილეობას ქურდულის გარჩევაში. დანარჩენი არის სასამართლო განხილვის საგანი და ჩვენ ვაპირებთ მტკიცებულებების წარდგენას და ჩვენი სიმართლის დამტკიცებას. რაც შეეხება კონკრეტულ ვიდეო ჩანაწერებს, კონკრეტულ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც საქმეში ნამდვილად არსებობს, შემიძლია სარსახად განვაცხადო, რომ არც ერთი ამ ჩანაწერით უტყუარად არ დასტურდება რომელიმე ბრალდებულის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად ჩვენ ველოდებით გამომართლებელ განაჩენს. 20 ტომის საქმეა და 7 ტომია კრებსები და ამ 7 ტომიდან საერთოდ კითხულზე ჩანაწერები არ არსებობს. არც არავისთან დაურეკავს, ყველასთან ქონდა მეგობრული დამოკიდებულება, ისო ბრალის ფორმულირება არის, რომ ვიღაცებთან იყო დაპირისპირებული, ვერ დავეთანხმები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულ 26 ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.